G. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. დღევანდელი ჩვენი თემა ძალიან საინტერესო იქნება და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სეზონურ თავდასატეხზე გრიპსა და გაციებაზე გვექნება საუბარი. გადაცემის მეორე ბლოკი კი დაეთმობა ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდს, ჩვენს ჯანმრთელობას, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებით და ნაბახუსებით არის განპირობებული. გრიპი და გაციება ამ პრობლემასთან დაკავშირებული სტატისტიკა მართლა ძალიან შთამბეჭდავია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოვემზადე, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპით ავადდება მილიარდამდე ადამიანი, ხოლო ეგრეთ წოდებული გაციებით, ანუ ზედასასუნთქი გზების დაზიანებით, შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობით, ვირუსული ინფექციებით დაახლოებით 3-4 ჯერ მეტი ადამიანი ავადობს. როგორ დავიცვათ ჩვენი თავი, როგორ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი გარშემო მყოფი ადამიანები ვირუსებისგან. თუ მაინც დაგვემართა ვირუსული ინფექცია, როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, არც თუ ისე მარტივად გასამკლავებელ პრობლემას, როგორ დაუბრუნდეთ ძალიან სწრაფად ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, რა საშუალება არსებობს ამისთვის, როგორი არის პრევენციული ზომები, მკურნალობის მეთოდები. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თეა კვირკველია და სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით ქალბატონებო, მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ მობრძანდით და დღეს ასეთ საინტერესო თემას. სხვადასხვა დღევანდელი ჩვენი თემა წინა თემი გადაცემის გაგრძელებაა, იმიტომ რომ ხა გრიპი ძალიან ტრენდული დაავადებაა. ჩვენ წინა გადაცემაში ბავშვებთან დაკავშირებით გვყავდა სტუმრად ბატონი ივან ჩხაიძე და ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა. იმედია დღესაც დიდ და კარგ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ მსმენელს. ტრადიციული კითხვით უნდა დავიწყო, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩვენ მსმენელს. რატომ მაინდა-მაინც ზამთარი და შემოდგომა? რატომ იწყება ეს ვირუსები? თითქოს აერი იწმინდება, ვირუსი იყინება. 1000 ვერსია არსებობს მოსახლეობაში ვირუსთან მიმართებაში, მაგრამ რატომ ზამთარი მაინდა-მაინც? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ნამდვილად ძალიან აქტუალური კითხვაა. თქვენ სწორად ახსენეთ, მსოფლიოში ეს ძალიან ესეთი ყოველწლიურად ძალიან სერიოზული პრობლემაა, ავადობა გრიპის და გაციების თვალსაზრისით საქართველოშიც. მეც მოვიცი სხვადასხვა სტატისტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველწლიურად დაახლოებით 80-დან 120,000-მდე ადამიანი ავადდება გრიპით, რაც შეეხება გაციებას, რასაც ასევე ვირუსული ეტიოლოგია აქვს, მაგრამ გაციებას ვეძახით ხოლმე, ეს არ არის რეგისტრირებული და 3-4 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თქვათ გრიპის ვირუსით უშუალოდ გამოწვეული დაავადების შემთხვევები. რაც შეეხება ამ სეზონთან ერთად ადამიანები იწყებენ შფოთვას, არ გადაგვედოს, არ გადაგვემართოს გრიპი. სხვადასხვა მიზეზით არის ეს განპირობებული. უფრო რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები ნერვიულობენ იმის გამო, რომ გართულებების ეშინიათ, თუნდაც მცირე ასაკის ბავშვები, ვისაც ყავთ, თქვათ, უფრო რთულად მიმდინარეობს და ეს არის შფოთვის მიზეზი. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ეს უსიამოვნო სიმპტომები, დისკომფორტი, რაც მოაქვს ხოლმე ასეთ დაავადებებს და ასევე გაცდენები, ვთქვათ, სამუშაოს საათების მხრივ, იგივე, ვთქვათ, სკოლის, უნივერსიტეტის, ბაღის ასაკის ბავშვებიც, ანუ ყველა ძალიან ბევრი თავსატეხი გვაქვს ამ პერიოდში. აქაც სტატისტიკა საინტერესო იყო, საქართველოში დაახლოებით ყოველწლიურად 50-დან 70,000 დღის გაცდენა ხდება გრიპის და გაციების სეზონზე, ასე რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ნამდვილად. ახლა თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდე, რა იწვევს ზამთარში ამ დაავადების გამწვავებას? ორი ფაქტორი არის ძირითადად, ეს არის ვირუსების კონცენტრაციის მატება ჩვენს გარემოში და ასევე ადამიანის იმუნიტეტის შესუსტება, ასე ვთქვათ, გაციების, ანუ ცივ სეზონთან ერთად. ვირუსებს ზოგადად ჩვენ ყოველთვის რა სეზონიც არ უნდა იყოს, სტერილურ გარემოში არ ვცხოვრობთ დამეთანხმებით, ჩვენს ირგვლივ უამრავი ვირუსი და ბაქტერია, მაგრამ ერთნაირი სიხშირით არ ხვდებით ავად, ხომ? ზამთრის პერიოდში ამას განაპირობებს ვირუსების სიყვარული, ასე ვთქვათ, ცივი ამინდების პერიოდში, ანუ ვირუსები უფრო მრავლდებიან და ასევე
ვირუსებს უყვართ მშრალი, ანუ სიმშრალე, დაბალი ტენიანობა. ეხლა თითქოს გარემოში ტენიანობა მაღალია, მაგრამ ჩვენ ზამთარში, ცივ პერიოდებში თავს ვიყრით უფრო ხშირად დახურულ სივრცეებში, სადაც განიავება არ არის ისეთი ინტენსიური, აი ეს გათბობის სისტემები ძალიან აშრობს ჰაერს და იდეალური პირობები იქმნება სწორედ ვირუსების გამრავლებისთვის და ყველაფერი ეს ქმნის იმ პირობებს, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვავადოთ. რაც შეეხება ადამიანების მიმღებლობას, ანუ ჩვენი იმუნიტეტის დაქვეითებას, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ამაზე, იგივე სიცივის დროს გადაციება და ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მოწყვლადია, ასე ვთქვათ, ვირუსების მიმართ, ასევე ზამთრის პერიოდში ნაკლებად ვიღებთ ვიტამინებით მდიდარ საკვებს, ბევრი ფაქტორი, ვთქვათ, იგივე უძილობა შეიძლება ადამიანები, ვისაც სრულფასოვანი ძილი არ აქვთ, სტრესული ფაქტორი, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ავადობის, ასე ვთქვათ, მატებაზე. საერთოდ ზოგადად დაავადებების გარკვეული ნაწილის მოვლა ავადობის პერიოდში უფრო რთულია, ვიდრე პრევენცია, რომ თავი დაიცვა ამ მდგომარეობისგან. გრიპიც ამ დაავადებათა ჩამონათვალს განეკუთვნება, რომლისგანაც თავის დაცვა ალბათ უფრო მარტივად შესასრულებელია, ვიდრე თვითონ ავადობის პერიოდში რაღაც გარკვეული მკურნალობა, ფიზიკურად ნელად აღსაქმელი დაავადება, აი განსაკუთრებული გართულება კიდეც რო არ დაგემართოს, ის 4-5 დღე შემაწუხებელი კლინიკური ჩივილები აქვს. რა არის ის პრევენციული ზომები, რომლითაც შესაძლებელია, რომ თავი დავიცვათ მოსალოდნელი ავადობისგან? მაშინაც კი, როდესაც აი ვირუსი პიკზეა გათავის გავრცელების. დიახ, მოგახსენებთ, ეს თითქოს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მით უმეტეს, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში გადავიტანეთ პანდემია, ვირუსული ინფექციის და მოგონი ეს პანდემიის პერიოდში ყოფნა. ნამდვილად და ამიტომ მაშინ იმდენად ხშირი იყო ეს შეხსენება, როგორ დავიცვათ თავი. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ის, რომ ვირუსის გადაცემის გზა არის ჰაერწვეთოვანი, ამიტომ თქვათ პირველი რეკომენდაცია პირბადის ტარება, თქვათ მაშინ, როდესაც ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც აქვს ვირუსული ინფექცია, ნამდვილად ეს არის პირველი და ასე ვთქვათ შეუცვლელი. ასევე ვირუსი გადადის დაინფიცირებული საგნებიდან, მყარ საგნებზე 24-დან 48 საათამდე ჩერდება ვირუსი, ამიტომ თუ ჩვენ ხელს მოვკიდებთ და საერთოდ დღის განმავლობაში ადამიანი სახესთან, ცხვირთან, პირთან, თვალთან ხელი მიგვაქვს დაახლოებით 25-დან 50-მდე გაუცნობიერებლად ხდება ეს და 70%-ში ჩვენი საკუთარი ხელებია სწორედ დამნაშავე იმაში, რომ ხდება ვირუსის დაინფიცირება. ამიტომ ხელების ხშირი დაბანა, ჰიგიენა, განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ ხოლმე ამის შესრულება და ხშირად ხდება ბავშვების დაავადება სწორედ ამ გზით, ასევე ტენიანობა ვახსენე და ხშირი განიავება ოთახის და აი ამ მშრალი ჰაერის წინააღმდეგ კარგი იქნება თუ შეგვიძლია რომ ჰაერის დამატენიანებელი საშუალებები გამოვიყენოთ, ამითიც ხელს შევუწყობთ და ასევე ვთქვათ ძილის რეჟიმის მოწესრიგება, საერთოდ ცნობილია რომ ვთქვათ ადამიანებს ვისაც 7 საათზე ნაკლები ძინავთ, მათ სამჯერ უფრო ხშირად, ანუ სამჯერ უფრო მეტად არიან მოწყვლადი, ასე ვთქვათ, ვირუსული დაავადებების მიმართ. ასევე ადამიანები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, 40%-ით უფრო ნაკლებად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით მათ შორის და უფრო სწრაფად და მარტივად გამოჯამრთელდებიან. ანუ არის ესეთი, ვითომ ყველამ რომ კარგად ვიცით ესეთი დეტალები, ასევე სრულფასოვანი კვება, ვიტამინებით მდიდარი საკვები, მეტი ხილი და ბოსტნეული რაციონში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის ისეთი მომენტებიც, რასაც თითქოს ნაკლებად ვითვალისწინებთ ხოლმე, თქვათ ერთი არის ცხვირის ლორწოვანის დაცვა, რადგანაც ცხვირი არის პირველი ჭიშკარი ვირუსებისთვის და ზუსტად ცხვირის ლორწოვანის დატენიანება, გასუფთავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს. ეს რაც შეეხება ჰიგიენის ნორმებს, მედიკამენტოზური საშუალებები, დამხმარე პრეპარატები, რომლებიც რაც თავაზობს თქვენი კომპანია ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რითაც შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს უსაფრთხოების ზომები.
კი ბატონო, მოგახსენებთ, ისევ თქვათ, წინა კითხვიდან გავაგრძელებთ ჩემს შევეხე ზუსტად ცხვირის ლორწოვანის მნიშვნელობას, ხო? ცხვირი არის პირველი ჭიშკარი, როგორც თქვი, რომელიც ათბობს და ასუფთავებს ფილტვებში მოხვედრილ ჰაერს, ასუფთავებს გარემოში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკებისგან, აი სწორედ ცოტა ხნის წინ იყო ამაზეც ძალიან დიდი ამბავი, რომ რაღაც ჰაერში დიდი რაოდენობით არის მტვრის ნაწილაკები, ზუსტად ცხვირის ლორწოვანის საშუალებით ხდება მისი გაფილტრა, ასევე უამრავი ვირუსის და ბაქტერიის, რომელიც არის გარემოში. თუ ცხვირის ლორწოვანი არის გამომშრალი, დაზიანებული, რა თქმა უნდა, ის ნაკლებად ასრულებს ამ ფუნქციას და ასეთი პრეპარატი, რომელიც ახდენს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია რომ გავასუფთავოთ პერიოდულად ცხვირის ღრუ დავატენიანოთ, ეს არის ნიამარინი პანთენოლი, რომელსაც სწორედ თქვენ შეეხეთ ახლა. დიახ, ნიამარინი პანთენოლი არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი, შეიცავს ზღვის მარილის იზოტონურ ხსნარს და პანთენოლს. ზღვის მარილის იზოტონური ხსნარით ხდება გამორეცხვა. დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამორეცხვა და ფიზიოლოგიური არის შექმნა, ანუ არანაირად თქვათ არ ცვლის pH ნორმალურს ცხვირის ლორწოვანის, ხოლო რაც შეეხება პანთენოლს, იგი ატენიანებს ცხვირის ღრუს, აღადგენს ლორწოვანს და წარმოქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ვირუსების მოხვედრას ცხვირის ღრუში. აი დამცავი ისეც ქონია, რომ შეგვიძლია მარტივად გადავიტანოთ, ისე რომ არ დაგვექცეს, დაუშვათ ხელჩანთაში. ეხლა შევამჩნიე. ნიამარინის სიკეთებზე ბევრი მსმენია და გამომიცდია, ასე რომ ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ ეს კარგით პრევენცია, მაგრამ თუ მაინც დაგვემართა ვირუსი, როგორ ვიქცევით? ვირუსი თუ მაინც დაგვემართა, ჩვეულებრივ უმრავლეს შემთხვევაში ვირუსის მართვა, ვირუსული დაავადების სახლის პირობებში შეგვიძლია, თუ არ არის, რა თქმა უნდა, გართულებული შემთხვევა და ეს გულისხმობს ძირითადად სიმპტომურ მკურნალობას, სიმპტომების შემსუბუქებას, რომ ჩვენ უფრო მარტივად გადავიტანოთ ეს დაავადება, რადგანაც ეს ძალიან დიდი დისკომფორტია დამეთანხმებით ალბათ, განსაკუთრებით ზოგიერთი სიმპტომი, მეტნაკლებად ზოგიერთი ადამიანს უფრო მეტად აწუხებს ეს სიმპტომი, განსაკუთრებით თქვათ ბავშვებს. ნუ პირველ სიმპტომს გამოვყოფ მაგალითად ცხვირის გაჭედვას და სურდოს, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელი არის ძალიან, თუმცა არ ნიშნავს, რომ რაიმე სირთულესთან გვაქვს საქმე. მისი შემსუბუქება შეიძლება ისეთი საშუალებებით, რომლებიც ხსნის ძალიან მარტივად ცხვირის გაჭედვას, მაგალითად ესეთი პრეპარატი გვაქვს ქსილომარინი, რომელიც ორი ფორმით არის, საბავშვო და მოზრდილების ფორმა. საბავშვო ფორმა უკვე წლიდან შეიძლება გამოვიყენოთ და მისი ფუნქცია არის ცხვირის გახსნა და სურდოს რაოდენობის შემცირება. დაახლოებით 2 წუთში იწყებს მოქმედებას, 12 საათამდე გრძელდება მისი ეფექტი. ეს რაც შეეხებოდა ცხვირის გახსნას, მეორე ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ეს არის ყელის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩაკაწვრიდან დაწყებული, თქვა და ეს შეშუპების შეგრძნების და კლაპვის გაძნელება, დიახ, სიმშრალის შეგრძნება ხანდახან, მაგრამ შეიძლება იყოს საკმაოდ გამოხატულ ყელის ტკივილამდეც კი, ხო? და რაც შეეხება შედარებით მსუბუქი, თუ არ არის ესეთი ძლიერი ყელის ტკივილი გამოხატული, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ტაიკოლდილორის საწუწნი ტაბლეტები გამოვიყენოთ, რომელიც რომელიც შეიცავს ორი სახის ანტისეპტიკს. და აქვე მინდა შევეხო ანტიბიოტიკების გამოყენება, როგორც პერორალური, ანუ დასალევი ანტიბიოტიკები, ასევე ადგილობრივი ანტიბიოტიკის შემცველი პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული დამეთანხმებით ვირუსული ყელის ტკივილის დროს თუ სხვა ვირუსული თავისთავად, რადგანაც ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ამ დროს უნდა გამოვიყენოთ ანტისეპტიკის შემცველი საწუწნი ტაბლეტები, როგორიც არის მაგალითად ტაიკოლდილორი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა, ახდენს ვირუსების და ბაქტერიების გამრავლების შეფერხებას და არ იწვევს არც რეზისტენტობას, თქვათ არცოკოვანი ინფექციის განვითარების რისკია და სხვადასხვა რაც ანტიბიოტიკებს გვერდით მოვლენებს ახლავს ხოლმე, შეიცავს დამატებით C ვიტამინს, 3 ფორმა არის გემოვნების მიხედვით, ძალიან სასიამოვნოა, ასე ვთქვათ, გემოვნებით შეზავებული ტკბილი სასიამოვნოა. დიახ, საწუწნი ტაბლეტებია და იმ შემთხვევაში თუ ტკივილი არის უფრო ძლიერად გამოხატული, გვაქვს ბენზილორის საწუწნი ტაბლეტები, რომელშიც ასევე შედის ანტისეპტიკური საშუალება და დამატებით ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ბენზოკაინის სახით, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
ეს რაც შეეხებოდა ყელის ტკივილს და იმ შემთხვევაში ხალ ცოტა სერიოზული უფრო სიმპტომი სიცხე, მაღალი ტემპერატურა. ამ შემთხვევაში გვაქვს პერუფენი, კაფსულები, რომელიც სიცხის ეს არის იბუპროფენი, დიახ, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია და სწრაფად მოქმედებს და იმ შემთხვევაში გამოყოფდი ტაიკოლდი მაქსი ასევე რომელიც ტემპერატურასაც აქვეითებს და აქვს ასევე გრიპი და გაციების ყველა სიმპტომზე პრაქტიკულად ზემოქმედება და ვფიქრობ, რომ ჩვენი მსმენელისთვის საკმაოდ ცნობილი პრეპარატია, იმიტომ რომ არ არის ეს ახალი პრეპარატი, ტაიკოლდი მაქს, რომელიც პაკეტები არის ცხელი ჩაის მოსამზადებლად, ხსნის როგორც მომატებულ ტემპერატურას, ასევე ცხვირის გაჭედვას და სურდოს, ასევე ყველა სახის ტკივილს, რომელიც შეიძლება თან ახლავდეს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ყელის, ყურის, რომელიც არ უნდა იყოს თქვა ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში და ეს ცხელი ჩაის ფორმა კიდევ უფრო სასიამოვნო დასალევს ხდის ლიმონის სასიამოვნო გემო აქვს და განსაკუთრებით ამ გაციების დროს ეს ჩაის ფორმები ძალიან სასიამოვნოა ხოლმე მისაღებად. მოგეთ ყველა სიმპტომზე ერთდროულად მოქმედებს და ძალიან სწრაფად ალაგებს ამ სიმპტომებს. ძალიან კარგი, მე ჩვენ სანამ ჩვენი გადაცემა დაიწყებოდა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვიცი რომ GM Pharma-ს ამჯერადაც ძალიან საინტერესო შეთავაზებები აქვს ჩვენი მსმენელისთვის. ამ შეთავაზებების შესახებ მე ვთხოვ ქალბატონ ჟანა მაღლაკელიძე, საფთიაქო გაყიდვების მენეჯერს, რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ ჟანა, რა სიახლეები გვაქვს ამ ეტაპზე? ნინო, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მსმენელს, დამაყურებელს. ჩვენ ვთქვით, რომ საკმაოდ აქტიურ ფაზაშია ეს რესპირაციული ვირუსები და საკმაოდ ისეთი გართულებებითაც მიმდინარეობს. თუმცა ვისაუბრეთ როგორც პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე თუ დაგვემართა, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. პირველ რიგში დავამატებ პრევენციულ ღონისძიებებს იმას, რომ ნიამარინი ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის ცხვირის ღრუს სპრეი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ზუსტად ამ დროს, როდესაც ცხვირის ღრუს სანაცია ხდება და გამორეცხვა ჩვენი ცხვირის ღრუს ლორწოვანის. ბავშვებში განსაკუთრებით ძალიან აქტუალურია ეს თემა. 0 თვიდან ინიშნება, იმდენად უსაფრთხოა და შეგვიძლია მაგალითად, როდესაც ისეთი მდგომარეობა ბაღში ან სკოლაში, უფრო სკოლის ასაკის ბავშვებში გავატანოთ თან ჩვენ შვილებს, შეგვიძლია 2-3 გაკვეთილი შუალედში თვითონვე გამოირეცხონ ცხვირის ღრუს ლორწოვანი. მეტნაკლებად მაინც ცხვირის ღრუ გამორეცხილი იქნება იმ შესუნთქული ვირუსებისაგან და მეტნაკლებად ასე თუ ისე დაიცავს ჩვენი პატარების ორგანიზმს, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროდუქტი ინიშნება ორსულებში აბსოლუტურად უსაფრთხოდ, ასევე მეძუძურ დედებშიც, ვინაიდან ზღვის წყალი და პანთენოლია და თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ კატეგორიაშიც. თუ მაინც გვემართება და ძირითადად ვხედავთ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები მაინც და მაინც ძალიან კარგად განსაკუთრებით პიკის დროს არ მუშაობს. გარკვეულ ნაწილში გვიცავს, მაგრამ შეიძლება რომ დაგვემართოს, რა თქმა უნდა. და ამ დროს აუცილებელია რომ კარგად მართოთ აი ეს სიმპტომები, რაც აი ამ გრიპს და გაციებას თან ახლავს. აუცილებლად უნდა დავიწყო ტემპერატურის შემაწუხებელი სიმპტომია ეს ტემპერატურა და აუცილებლად დავიწყებთ ტაიკოლდი მაქსით. ეს გახლავთ ჩაი, გაციების ჩაი, ძირითადად როდესაც გვემართება ეს სიმპტომები, მივდივართ აფთიაქში, ხო? და გვირჩიეთ რამე, ხო? პირველად სიმპტომებზე მაინც აფთიაქს მივმართავთ. გვირჩიეთ რამე, ერთ-ერთი არჩევის პროდუქტი ცხელი ჩაის ფორმა გახლავთ. ტაიკოლდ მაქსზე ვიტყვი რომ 12 წლიდან გამოიყენება. აქ ჩვენ გვაქვს 3 მთავარი კომპონენტი შედის ტაიკოლდ მაქსში და ერთ-ერთს ვიტყვი რომ პარაცეტამოლია 500 მგ შესაბამისად ტემპერატურას კარგად წევს დაბლა და 4-4 შეგვიძლია მისი გამოყენება დღის განმავლობაში. ასევე ყელის ტკივილზე ვიტყვი, ჩვენ პორტფოლში გვაქვს 2 ტიპის საწუწნი ტაბლეტები. ერთი არის ტაიკოლდილორი და მეორე არის ბენზილორი. როდის რომელი დავნიშნოთ? ტაიკოლდილორი ინიშნება 6 წლიდან. აქ 2 ანტისეპტიკი შედის და C ვიტამინი, სხვადასხვა არომატებია, განსაკუთრებით თაფლი და ლიმნის არომატით, მაგალითად ბავშვებს ძალიან მოსწონთ. არ ბილებს, ატენიანებს და ლორწოვანს აღადგენს სწრაფადვე. რაც შეეხება ბენზილორს, ბენზილორი უკვე შეიცავს ტკივილგამაყუჩებელს ანტისეპტიკთან ერთად. და ეს კომბინაციაში უკვე მოზარდებსა და მოზრდილებში შეგვიძლია მისი გამოყენება და აქვე მეც გაუსვავ ხაზს, რაც თეამ აღნიშნა, რომ აი ეს ადგილობრივი ანტიბიოტიკის შემცველი საწუწნი ტაბლეტები, აი როდესაც ვირუსული პრობლემაა, ხო, ვირუსული გართულება გვაქვს, ფაქტობრივად არ მუშაობს და არც შეიძლება და ძალიან ხშირად ჩვენი მოსახლეობა მიმართავს ასეთ ფორმას. ამ ფორმას ირჩევს, ამიტომ ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ არ შეიძლება
ანტიბიოტიკის შემცველი ადგილობრივი საწუწნი ტაბლეტები ვირუსული ინფექციების დროს. რაც შეეხება ცხვირის გაჭედილობას, ეს არის ქსილომარინი. ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ქსილომარინი 2 წლიდან გამოიყენება, აეროზოლია 4-5 დღე შეგვიძლია მისი გამოყენება და კიდევ ერთს დავამატებ ზოგადად ქსილომეტაზოლინის შემცველ პროდუქტებს, რომ ნინო გაგვიგია ჩვენ რომ ერთი თვე შეიძლება იყენებდეს მომხმარებელი ამ ქსილომეტაზოლინის შემცველ პროდუქტს. რომელიც წელობით იყენებს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ 5-7 დღეზე მეტად ამის გამოყენება არ შეიძლება და შემდეგ ნიამარინზე გადავიდნენ, რომ მარტივად მოხდეს ამ ეპითელიუმის აღდგენა და ატენიანება და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში დაბრუნება ამ ცხვირის ღრუს ლორწოვანის. ზოგს ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც აქვს, ვიცით და ამიტომ გაჭედილობა ძალიან რთული ჩივილია, შემაწუხებელი ჩივილია და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ალერგიული რინიტის ეპიზოდის შემდეგ მრავალი თვის განმავლობაში ხდებიან დამოკიდებული აეროზოლებზე. ორ პროდუქტს ვიტყვი ძალიან მოკლედ, Hilsi Baby Kids-ზე ვიტყვი, რომ Hilsi Baby ესეც გახლავთ პრევენციული ღონისძიებისთვის გამოსაყენებელი და ისმიჟენი, რომელიც იმუნოსტიმულატორია. რაც ჩვენ ბოდიშით მოდულატორია, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ეს არის ქსილომარინი, ტაიკოლდი, ბენზილორი, ტაიკოლდილორი, რომელიც არის ზუსტად აი ამ პრევენციული ღონისძიებისთვის და სიმპტომების მომხსნელი PSP სააფთიაქო ქსელში 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს დეკემბრის ჩათვლით, 31 დეკემბრის ჩათვლით. არაჩვეულებრივი შეთავაზებაა და ახლა სულ რამოდენიმე წუთი უნდა შევწყვიტოთ ჩვენი გადაცემა და შემდეგ ნაწილში არანაკლებ საინტერესო თემით ახალი წლები გვიახლოვდება, საჭმელმონელებელი ტრაქტის პრობლემები. ამ ძალიან საინტერესო თემით დავბრუნდებით, დარჩით ჩვენთან და ჩვენ მეორე ჩართვას უცქირეთ და უსმინეთ.